ლაგუნავერის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს ბრიფინგი გამართეს კოალიციის ლიდერი საქართველოს წევრებმა. ალეკო ელისაშვილის თქმით, ლაგუნავერის ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ქართული ოცნების შეუსრულებელ დაპირებას წარმოადგენს, რადგან როგორც ელისაშვილი ამბობს, ტერიტორიაზე სადაც საზღვაო კომპლექსი ფუნქციონირებდა, ახლა მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა იგეგმება. თბილისის მერიაში კი ამბობენ, რომ ლაგუნავერის ტერიტორია არ წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, რაც შეეხება ელისაშვილის განცხადებას თითქოს საცურაო აუზის ადგილას მრავალსართულიანი კორპუსები აშენდება, სრული სიცრუე და დეზინფორმაცია. მერის ინფორმაციით ინვესტორს აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს საცურაო აუზი და მოახდინოს მისი რეაბილიტაცია. საკითხზე კომენტარი გაკეთდა საკრებულოშიც. კალაძე მოგვატყუა ორჯერ. 2021 წელს გითხრა კლიპი გვაჩვენა, წყალი იყო ჩასხმული და ეს აღდგება და აქ კომპლექსი იქნებაო. უკარით ტაში გვიხარო და მე 2023 წელს გამოვიდნენ და ყიჟინა დასცეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა და ქართუმ დაუბრუნა ლაგუნამ ქალაქს და ძალიან მალე აღდგება. 2 წელი გავიდა იმის მერე. არაფერი ხო არ ამდგარა და გაპარტახებულია აქაურობა. უფრო მეტიც, აქ გაცემულია 2 ცათამბჯენი შენებლობის ნებარვა. მან შენდება კომპლექსი, რომელშიც სპორტულ გამოჯანსაღებელი ის კომპლექსი, რასაც ლაგუნავერის ვეძახით, მასთან ერთად შენდება ეს. და მთლიანად პროექტი ხორციელდება ერთიანად. ხდებულია დრო შესაბამისად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, შესაბამისად ეს ამ საპროექტო სამუშაოების შემდეგ ეს ყველაფერი თან ხდება დრო და დრო მერიასთან, ბუნებრივია ეს არ არის რაღაც დღეს დაიწყო და ხოლმე დაამთავრებს. ბუნებრივია ეს საპროექტო სამუშაოები აქ თლიანი ურბანული კვანძი თავისი ყველა კომპონენტით იქნება შესწავლილი, შესაბამისად იქნება გათვლილი ტრანსპორტის მოძრაობაც, შესაბამისად იქნება გათვლილი თვითონ იმ მდებარეობა იმ თქვათ შენობების და ამასთანავე ვიმეორებ, რომ ან არა აქ წაკითხული, ან შეგნებულად ტყუის, როცა ამბობს, რომ ლაგუნავერე აღარ იქნება.